სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა კიევისკენ მიმავალ მატარებელში გადაღებული ვიდეო, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები ჩანან. ამერიკელ კონსპიროლოგ ალექს ჯონსზე დაყრდნობით მედიებმა და ცალკეულმა ინტერნეტ მომხმარებლებმა დაწერეს, რომ ოთახში ჟურნალისტების შესვლის შემდგომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ფხვნილის პაკეტის დამალვა შეეცადა. კანცლერ ფრიდრიხ მერცს კი წინ კოკაინის კოვზი ედო. ეს ნარატივი მალევე აიტაცეს კრემლთან დაკავშირებულმა პირებმაც, მათ შორის რუსულმა მედიამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, რომელმაც დეზინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა. იგივე ვიდეო გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო ტელევიზია პოსტივი და აღწერაში ნარკოტიკთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გაიმეორა. აღნიშნული ვიდეო რეალურია, თუმცა მასზე ემანუელ მაკრონი ნარკოტიკის პაკეტის დამალვას არ ცდილობს. მაღალი გაფართოების ვიზუალურ მასალაზე კარგად ჩანს, რომ პრეზიდენტის წინ მაგიდაზე დადებული თეთრი ფერის საგანი ხაღალდის ხელსაყრელია. ამავე სამტკიცებს ელისეის სასახლის გამოხმაურებას და დეზინფორმაციას ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილად აფასებს. ევროპელი პოლიტიკოსების ნარკოდამოკიდებულებაზე ყალბი ამბების გავრცელება კრემლის მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა. მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა ვიზუალური მანიპულაციები, რომლითაც რუსეთთან დაკავშირებული აქტორები უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებსა და თავად პრეზიდენტ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებას აბრალებდნენ.